სასაუბროდ პირდაპირ ეთერში გვერდდება გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი GeoCases ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბარია, რომ შესაძლოა ასობით ნაღმი იყოს შავ ზღვაში გაფანტული. რა არის ცნობილი ამაზე, არის თუ არა ეს ინფორმაცია დადასტურებული და დაახლოებით რა რაოდენობაზეა საუბარი? როგორც ჩემთვის ცნობილია, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თითქოს და მოწყვეტილი იყო შტორმის გამო, მოწყვეტილი იყო 10 ნაღმი, 10-ის ფარგლებში. ეს რომელმაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომელმაც გაიჟღერა. ეხლა ეს ტიპი, რომელიც გამოჩნდა ეკრანებზე, ეს არის ალბათ ძველი ტიპის ნაღმი, გალვანო კონტაქტური, რომელიც ღუზაზე მაგრდება და ალბათ დიდი ალბათობით ღუზიდან იქნა მოწყვეტილი. როგორც წესია, ამ ტიპის ნაღმებს გააჩნიათ სისტემა, რომელიც აი ესეთი შემთხვევით მოწყვეტისგან დაცული რო იყოს საკუთარი ძალები, გარკვეული დროის შემდეგ თვითონ იძირება ფსკერზე. მე ნამდვილად ვერ გეტყვით რაოდენობას, მაგრამ სრულიად გასაგები მიზეზების გამო ეს ნაღმები შეიძლება იყოს ჩადებული როგორც უკრაინელების მხრიდან, ასევე რუსების მხრიდან. ეს ომია და ამაში მე რაღაც საოცრებას და რაღაც ისეთ მიუღებას ვერ ვხედავ ვერაფერს. საკითხია, რომ რამდენად რა ტიპის ნაღმებია, რამდენად არის რა რაოდენობითა გაფანტული და ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებით სანაპირო დაცვის ძალებმა და სამხედრო საზღვაო ძალებმა. ნებისმიერი საზღვაო ქვეყნის. ბატონო ვახტანგ, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ნაღმები საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც იყოს და როგორ უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი? ეს მონიტორინგი როგორც წესი ხდება ან საჰაერიდან, ან უშუალოდ საპატრულო კატარღებიდან, ან ვინც კი შეამჩნევს იმის დამიხევით, ეს შეიძლება სამგზავრო გემი იყოს, ან სატრანსპორტო ხომალდი იყოს, გემი იყოს და მან და შეამჩნევს ეს, თუმცა უნდა ხდებოდეს, უნდა გაძლიერდეს პატრულირება, რა თქმა უნდა, მიმდებარე წყლების. საქართველოში მოხვედრის შანსი ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება მოხდეს, ვინაიდან როგორი იქნება ქარის მიმართულება, ის დამოკიდებულია როგორია ზედაპირული წყლების მიმართულება, იქიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. ზედაპირული წყლების ნაკადების მიმართულება, აქედან გამომდინარე, ჩვენმა სანაპირო დაცვამ უნდა გააძლიეროს ყურადღება. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საგანგებო სპეციალურად ამის ნაღმების, საზღვაო ნაღმების გამნაღმელი საცურავი საშუალებები. ეს მინუსი გვაქვს ნამდვილად და დანარჩენი ყურადღებით უნდა იყოს, გამახვილებული უნდა იყოს ყურადღება ნებისმიერი იმ საცურავ საშუალებიდან, რომელიც კი შავი ზღვის აკვატორიის საქართველოს წყლებში მოძრაობს. ძალიან დიდი მადლობა ვახტანგ კაპანაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში შავ ზღვაში არსებული